TBC Bank-ის ბიზნეს დაჯილდოება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც წაახალისებს ადამიანებში მეწარმეობის და ბიზნესის კეთების სურვილს. განსაკუთრებულ სტიმულს აძლევს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რაც რეალურად არის ქვეყნის მამოძრავებელი ძალა. პირველ რიგში მონაწილეებმა უნდა შეარჩიონ სწორად კატეგორია, ყურადღებით შეავსონ განაცხადის ფორმა. ნათლად და კონკრეტულად უნდა წარმოაჩინონ ის ყველა მიღწევა, რა მიღწევაც ჰქონდა წლის განმავლობაში. იგი იქნება რაღაც მშრალ ინფორმაციასთან ერთად ამატებით ისეთი ინფორმაციაც მოვაწოდონ, რომელიც გარკვეულწილად ემოციებთან იქნება კავშირში. მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც ძალიან კარგი პროდუქტის შემქმნელი კომპანიები, რომლებსაც გაუკეთებიათ წლების განმავლობაში განაცხადი, არ იყო განაცხადის სრულფასოვანი და შესაბამისად გაგვიჭირდა ჟიურის წევრებს წაგვეკითხა რეალურად რა პროდუქტთან ან მომსახურებასთან ჰქონდა საქმე. ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტი ჩვენ ვეძებთ კომპანიას, რომელმაც შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობის მოტანა შეუძლია, აგრეთვე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ისეთი კომპანიების მიერ განაცხადების მიღება, რომელიც ხარისხზე არის ორიენტირებული, რომელიც ზრდასა და განვითარებაზე არის ორიენტირებული და საინტერესო არის ისეთი კომპანიების ნომინირება, ნომინანტებს შორის ნახვა, რომელსაც აქვს უნარი საერთაშორისო ბაზრებზე განვითარდეს და აქვს შესაბამისი სტრატეგიაც. ყველაზე დიდი ყურადღება ვფიქრობ მიექცევა იმას, რომ პროდუქტი იყოს ინოვაციური, რაღაც ახლებური მიდგომით იყოს შექმნილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ის უნდა უმარტივებდეს ცხოვრებას, უმარტივებდეს იმ ოპერაციას, რომლის შესრულებისთვისაც შეიქმნა. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში ვეძებთ ბიზნესს, რომელიც თავისი საქმიანობით დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ან და გარემოზე. წვლილი შეაქვს ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორც არის ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებ კონკრეტულად დადებით გავლენას. ამიტომ რჩევის სახით გეტყვით, რომ კაფეოდ გავუსვათ იმ დადებით გავლენას ხაზი, რასაც თქვენ ახდენთ საზოგადოებაზე ან გარემოზე. ნომინაცია ინოვაციური სტარტაპი ვეძებს სტარტაპებს, რომელიც ინოვაციური გზით აგვარებენ მნიშვნელოვან პრობლემას მომხმარებლისთვის და გააჩნიათ სწრაფი ზრდის და მასშტაბირების საშუალება გლობალურ ბაზარზე. სტარტაპს აუცილებლად უნდა გააჩნდეს პოტენციალი სწრაფი ზრდის გლობალურ ბაზარზე და აუცილებლად მიექცევა ყურადღება გუნდს, რადგან დიდი მიზნების მიღწევა შეუძლებელია ძლიერი გუნდის გარეშე. და სასურველია გამოიყენონ ციფრები, მაგალითად თუ რამდენი პროცენტიანი ზრდა ჰქონდათ თვიდან თვემდე და რა შედეგებს მიაღწიეს. ჩაშანდებულ ბიზნეს დაჯილდოებაზე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი კონკურენცია იყო, ჩვენი გამარჯვების მიზეზი ალბათ არის ის, რომ შევძელით ზუსტად წარმოგვედგინა იმ წარმატების ფორმულა და ის შედეგები, რაც წინა წელს ჰქონდა მიღწეული გლობალურ ბაზარზე და ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. ნომინაციაში რეგიონის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილი ჩვენ ვეძებთ ყველა იმ ბიზნესს, რომელიც მინიმუმ 1 წელია უკვე ფუნქციონირებს რომელიმე რეგიონში, შექმნა მომხმარებლის ახალი ქცევა, გამორჩეული პროდუქტი და ხელი შეუწყო რეგიონის განვითარებას. ასე რომ ყველა ის ბიზნესი, რომელიც თვლის, რომ ამ პირობებს აკმაყოფილებს, ველოდებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რამდენად საინტერესოდ საუბრობს ბიზნესზე, ბიზნესის ფლობელი, ანუ იგივე რა ინფორმაციას გვიზიარებს, რამდენად დამაჯერებლად და რამდენად ჩანს ამ ყველაფერში მისი რწმენა, რომ მისი ბიზნესი იქნება წარმატებული. სამხარებლო გამოცდილებით ნომინაციაში ვეძებთ ისეთ კომპანიას, რომელიც ყველაზე მეტად აბედნიერებს მომხმარებლებს და ყველაზე მეტად აცხებინებს ეგრეთ წოდებულ ვაუებს. აი მოულოდნელ რაღაცას ვინც აკეთებს, რომ აი არ ველოდებოდი და ესეთი რაღაცა გააკეთა კომპანიამ, ან ისეთ კომპანიას, რომელიც ჩაეძია და რაღაც ინსაიტები იპოვა მომხმარებლების შესახებ და ამ ინსაიტებიდან გამომდინარე რაღაც ისეთი შეცვალა, რომ კარდინალურად გააუმჯობესა რაც ადამიანების ცხოვრება, გარემო, ასე შემდეგ არის. მე პირადად ვეძებ ძალიან ისეთ კომპანიას, რომელმაც რაღაც ძალიან მასშტაბური გააკეთა. და ისეთი, რომელზეც ხალხი ლაპარაკობს და ხალხი უკრავს დაშს.